ხაკი მესალმები ჩვენ შემდეგ სტუმარს ვიცე-სპიკერი გიორგი გახიანი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოკლედ, შუა დერეფნის განვითარება, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, შავი ზღვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ენერგეტიკული პროექტები ქმნის ისტორიულ შესაძლებლობას, ესე ვთვლი, რომლითაც ქვეყანა შეუძლია ეკონომიკურად მზარდად და გრძელვადიან სტრატეგიულ უპირატესობაში გარდაქმნას. გვაქვს ასევე მულტივექტორულ განვითარებაზე პრეტენზიები და ამას ირჩევს საქართველო. დღევანდელი ვიზიტიც, იცით, რომ უზბეკეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში დაახლოებით 9 საათის წინ და ეხლა შეხვედრას მართავს ქვეყნის პირველ პირთან. რა მოლოდინი გაქვთ, რა პერსპექტივა ესახება ამ მხრივ საქართველოს, რა ფსონი იდება ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაზე, როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით ნატა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მეც მინდა დღევანდელ დღეს შევეხმიანო, დღეს ეროვნული გამოცდები დაიწყო და მინდა აბიტურიენტებს მიულოცო დღევანდელი დღე წარმატებები ვუსურვო მათ გამოცდებზეც და შემდგომ უკვე საუნივერსიტეტო ცხოვრებაშიც. რაც შეეხება თქვენს კითხვას მულტივექტორულ განვითარებაზე საუბრობდით ჩვენი ქვეყნის და მე მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, შესაძლებლობა, რომელიც დაეხმარება ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკის განვითარება კი მოგეხსენებათ პირდაპირ კავშირში არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან, ხო? ამიტომ ნებისმიერი ესეთი შესაძლებლობა ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და სწორედ ეს არის ჩვენი პოლიტიკა. სწორედ ამაზე მიუთითებს აი ეს მულტივექტორული განვითარება სხვადასხვა მიმართულებებით, ხო? ეხლა მაგალითად აი ბოლო პერიოდში საზოგადოება ადევნებს თვალს იმას, რომ ჩვენ ის ურთიერთობები, რომელიც აქამდეც კარგი ურთიერთობები, რომელიც ჰქონდა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო ვაძლიერებს და კიდევ უფრო ვამყარებთ. ხო, აი მაგალითად ის ვიზიტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერს ჰქონდა ყაზახეთში, მანამდე კიდევ იყო ვიზიტები ყირგიზეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში და ასე შემდგომ, ხო? აი დღეს მაგალითად უზბეკეთის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება, ხო? ეს შემთხვევითი არ არის, ხო? ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებს ჩვენ ამ სახელმწიფოებთან ურთიერთობას. აი საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მაგალითად როდესაც აი ამ ცენტრალური აზიის ამ სახელმწიფოებზე საუბრობ, მათი ეკონომიკა ითვლის დაახლოებით $500 მილიარდ და რა თქმა უნდა უდიდესი შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოებია. ამიტომ ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმი და ასე შემდგომ ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენს ეს თქვა ძალიან დიდ ინტერესს წარმოადგენს. მეორე მხრივ, როდესაც საუბრობთ საქართველოს როლზე შუა დერეფნის ნაწილში და ზოგადად შუა დერეფნის განვითარებაზე, რა თქმა უნდა ამ ქვეყნებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ თვალსაზრისით და ამ თვალსაზრისითაც ჩვენ უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა ამ სახელმწიფოებთან. მოკლედ ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ თუნდაც ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე გაგვაჩნია, ყველაფერი ეს უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. კი ბატონო, მაგალითად ამ კავშირების გამო ხშირად გვესმის კრიტიკა ევრობიუროკრატებისგან და თუ ევროკავშირი მართლაც მხარს უჭერს ევროპა-აზიის დაკავშირებადობას, რატომ იწევს საქართველოს მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, მაგალითად ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის და ევრობიუროკრატის კრიტიკას. თუ შუადერეფანი ევროკავშირის ინტერესებში შედის, რატომ არ ხდება მაგალითად საქართველოს როლის უფრო მკაფიო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, როგორ ფიქრობთ?
რა თქმა უნდა, შუა დერეფნის განვითარება ეს ყველა ლოგიკით არის ევროკავშირის სახელმწიფოების ინტერესშიც, ხო? თუმცა, როდესაც ამ თვალსაზრისით რაღაცა კითხვებს აჩენენ, ხო, ევროკავშირის ბიუროკრატები და ხშირად ჩვენს მიმართ კრიტიკა ისმის, ხო, იმისათვის რომ ჩვენ აი ამ მიმართულებით ასეთ კავშირებს ვაძლიერებთ, ну, ამას ერთადერთი აი პოლიტიკური ქვეტექსტი შეიძლება ქონდეს, ხო? აი პოლიტიკური მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ამისი, ხო? და ამის მიზეზი არის ძალიან მარტივი, რომ მათ სურთ, რომ საქართველოში ყავდეთ ის ხელისუფლება, რომელიც მათ მხრიდან იქნება მართული. აი ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამას, ხო? რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ამ ესე ვთქვათ დერეფნის განვითარება მათი ინტერესია, მაგრამ იმავდროულად ჭირდებათ, რომ საქართველოში ყავდეთ ის ხელისუფალი, რომელიც მათი მხრიდან მართული იქნება და საჭიროების შემთხვევაში მიაღებინებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მაგალითად თავის დროზე ჩვენ როდესაც გარკვეული გადაწყვეტილებების და მოქმედებების განხორციელებას გთხოვდნენ და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ შედიოდა და უფრო მეტიც ძალიან მძიმე შედეგების მომწანი შეიძლება ყოფილიყო, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, ხო? ამიტომ პასუხი თქვენ კითხვაზე სწორედ ამაში მდგომარეობს და ჩემი აზრით ძალიან მარტივია. ჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც მათ ასე ვთქვათ მოთხოვნებს და მათ სურვილებს საჭიროების შემთხვევაში შეასრულებს. გასაგებია, მაგრამ ესეთ ხელისუფლება ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის. ქართული ოცნების ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამოდის. გასაგებია, მაგრამ თუ მაგალითად ბოლო 5 წელიწადში შუა დერეფანში თვითმბრუნვა თითქმის 4-ჯერ გაიზარდა, ხომ არ მიუთითებს ეს იმაზე, რომ მსოფლიო ეკონომიკა რეალურად მოძრაობს იმ მიმართულებით, რომელსაც საქართველო ავითარებს? რა თქმა უნდა, ეს იმაზე მიუთითებს სწორედ, რომ თუნდაც ის თვითმბრუნების ზრდა და ასე შემდგომ, ხო, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელი არის, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მოძრაობთ. ფაქტობრივად იმ მიმართულებით, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მსოფლიო ეკონომიკის თვალსაზრისით ერთ-ერთი სწორი მიმართულებაა, ხო? აი, როდესაც მაგალითად ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა, ხო, ეს შუა დერეფნის როლის აქტუალიზაცია კიდევ უფრო მოახდინა, ხო, მაშინ როდესაც ის სახელმწიფოები, რომლებიც ერთ-ერთ უსაფრთხო სახელმწიფოებად ითვლებოდნენ, საომარი მოქმედებების ქვეშ აღმოჩნდნენ, ხო? და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაიზარდა შუა დერეფნის როლი, კიდევ უფრო აქტუალური გახდა აზიისა და ევროპის დაკავშირებადობა და ამ თვალსაზრისით კი გადავალოთ რა მდგომარეობა არის ჩვენს რეგიონში და შემდგომ ასე ვთქვათ, რა ხდება საქართველოში, ხო? და საქართველოში ხდება ის, რომ საქართველოში ჩვენ გვაქვს მშვიდობა. ის, რომ საქართველოში არის, აი ბოლოთვის მონაცემები არის მაგალითად 6.5%-იანი ეკონომიკური ზრდა. აბა მოვიკითხოთ ევროკავშირის მაგალითად წევრ სახელმწიფოებში როგორი ეკონომიკური ზრდა არის და სადმე თუ ნახავთ ესეთ ეკონომიკურ ზრდას, ხო? ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს? ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვავითარებთ ჩვენს პოლიტიკას, სწორი მიმართულებით ვავითარებთ ეკონომიკას და ეს აისახება კონკრეტულ ციფრებში. ამიტომ ის რაც სწორია და ის რაც ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი არის, ბუნებრივია ჩვენ ამ პოლიტიკას განვახორციელებთ. გასაგებია, რომ ეს არის საქართველოს წარმატების ფორმულა, თუმცა ევროპარლამენტი საქართველოს და თურქეთს დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებს. ეს სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. მოკლედ, საქართველოს შესახებ უარყოფითი ანგარიში, რასა იუგნევიჩიანეს ეკუთვნის, როგორც ვიცით და უბრალოდ უკვე ეს დაამტკიცა ევროპარლამენტმა, თუმცა ქარდებით ეხლა სოციალურ ქსელში დაიწყეს ამის კამპანია. რა გზავნილია ეს, როგორ ფიქრობთ? და როგორი უნდა იყოს პოზიციონირება ამ შემთხვევაში ოფიციალური თბილისის? ну, რა თქმა უნდა, ეს არის იმ კამპანიის შემადგენელი, რომელსაც სამწუხაროდ უსამართლო კამპანიის, მე ესე ვიტყოდი, შემადგენელი, რომელსაც სამწუხაროდ აი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ევროკავშირის გარკვეული ბიუროკრატების მხრიდან თვალს ვადევნებთ, ხო? აი 2022 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდგომ, რაც უკრაინა რუსეთის ომის დაწყების შემდგომ ეს ურთიერთობები ნელ-ნელა დაიძაბა, ესე იგი, ეს არის მე-10 რეზოლუცია, ევროპარლამენტის მიერ მიღებული მე-10 რეზოლუცია. აი თავად
ეს რეზოლუციების სიმრავლეც კი ნიშანდობლივია, ხო? ანუ თავი რომ დავანებოთ იმას, რომ როგორც წესი სიყალბეზე, არარსებულ ფაქტებზე, დამახინჯებულ დეზინფორმაციაზე არის, ხო, ამ რეზოლუციებში მთელი რიგი დებულებები მოცემული, ხო? რაზეც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ და თითქოს ეს ერთი და იგივე რამ მეორდება ამ რეზოლუციებში, ხო? აი ხა ბოლო რეზოლუციასაც თვალი რო გადაავლო, დაახლოებით ანალოგიური არის იმის წინა რეზოლუციის, ხო? მაგრამ თუნდაც რაოდენობას კი მიუთითებს რაღაც კონკრეტულ ინტერესზე, პოლიტიკურ ინტერესზე საქართველოს მიმართებით და თან თუ ჩავეძიებით, როგორც წესი ამ რეზოლუციების ინიციატორები არიან სულ ერთი და იგივე ძალა, ხო? აი ერთი და იგივე ადამიანები ამ შემთხვევაში რასა იუკნევიჩიანი ვახსენეთ და ვიცით რომ ალბათონი რასა არაერთი რეზოლუციის ესეთი ავტორია და ესე ვთქვათ სათავეში ედგა იმისათვის რომ ევროპარლამენტს ეს რეზოლუციები მიეღო. ნუ მე ერთი რამე მინდა ვთქვა რომ ამ რეზოლუციების ესეთი უსამართლო რეზოლუციების მიღებას რა თქმა უნდა თავისი მიზანი აქვს და ეს ჩვენთვის გასაგებიც არის, მაგრამ მინდა ყველა მიცოდეს და მე მგონი ეს ჩანს კიდეც, ხო, ისედაც რომ ესეთი რეზოლუციები იმ პოლიტიკას, რომელზეც ჩვენ თვლით რომ არის სწორი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერანაირად ვერ გადაგვახოვინებს აი ამ ასეთი ამ პოლიტიკას და გავაგრძელებთ ბუნებრივია ყველაფერს ამას. და ერთი საკითხიც მინდა მოვასწრო, ვიდრე დრო მოიწურება, ცალკე განხილვის თემა არის შტატებთან ურთიერთობა. გუშინ გაემართა, ვიცით, მიღება ამერიკის საელჩო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დღეს წერდა და აღნიშნავდა, რომ საიუბილეო თარიღი საელჩოში ქართულ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად იზეიმეს. ვიცით, რომ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. თუმცა ოპოზიციურ წრეებში სხვადასხვაგვარად ითარგმნა ასე ვთქვათ, პრემიერის სტუმრობა ამერიკის საელჩოში. ზოგადად, შტატებთან ურთიერთობის რა ეტაპზე ვართ ახლა და როგორ ფიქრობთ, ის გზავნილები, რომელიც გუშინ ისმოდა თუნდაც მიღებაზე, რამდენად მნიშვნელოვანია და რა მოლოდინი არსებობს ამ კუთხით? მე ვფიქრობ, რომ ის გზავნილები, რომელიც გუშინ გაჟღერდა, ხო, ძალიან თბილი, მეგობრული და ძალიან პოზიტიური გზავნილები იყო. ხო, გულისხმობ ამერიკის მხრიდან გაკეთებულ ამერიკის საერთო წარმომადგენლობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მისასალმებელი და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამჟამინდელ ადმინისტრაციას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო ძველი ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. ხო, აი ჩვენ გვახსოვს წინა ადმინისტრაციის პირობებში როგორი მცდელობები იყო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის და კიდევ უფრო არ ესე ვთქვათ სიღრმეებში არ წავალ თუ როგორი რა მიზნებს ემსახურებოდა ყველაფერი ეს. ამიტომ ამ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ და ეს ბოლო პერიოდში არაერთი ვიზიტიც რომელიც განხორციელდა, ხო, შეიძლება ეს არ იყო უმაღლესი დონის ვიზიტი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი სულ ცოტა ხნის წინ მოგეხსენებათ, რომ ამერიკის მხრიდან ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო საქართველოში. ასევე გადადგმული ნაბიჯები, რომელიც მთლიანობაში, დინამიკაში, აი პოზიტიურ დინამიკას გვანახებს ჩვენ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და ჩვენ ძალიან იმედიანათაც ვართ განწყობილი, იმიტომ რომ გუშინ პრემიერმაც განაცხადა, რომ საქართველოს ყოველთვის იყო სანდო საიმედო პარტნიორი შეერთებული შტატებისთვის და ეს ჩვენ წლების განმავლობაში ვაჩვენეთ, ხო, ჩვენი ესეთი დამოკიდებულება და ჩვენ მზად ვართ მოუვალი ურთიერთობებისთვის, რომელიც ორმხრივ ინტერესებზე იქნება აგებული და ჩვენ ასევე ვხედავთ, მინდა აღვნიშნო, რომ ვხედავთ შეერთებული შტატების მხრიდან აი ამ მონდომებას, რომ ესეთი ურთიერთობები აღვადგინოთ ის ურთიერთობა, რომელიც ჰქონდა სტრატეგიული ურთიერთობის თვალსაზრისით და პირიქით კიდევ უფრო წინ წავიდეთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი საუბრობდა